ძალიან მიხარია და მიხარია ისიც, რომ სასკოლო საზოგადოების ძირითადი ნაწილი ყოველთვის დიდ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. მივესალმებით ჩვენს მსურველს, ველოდებით კიდევ, მაგრამ შეიძლება არ მოვიდნენ ან არა, ამიტომ ჩვენ დავიწყოთ ისედაც გადავაცილებთ ჩვენს ღონისძიებას და მინდა რომ ძალიან ყურადღებით მოусმინოთ იმას, რაც ჩვენმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეძლეს და მცირე დროში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხარისხიანად. ეს არის გაცოცხლება მე-19 საუკუნის სალონური შეკრებების, სადაც ქართული სული ჯერ კიდევ ცოცხლობდა და ეს ქართული სული სალონებში შეკეტილი, როგორ იქცეოდა ნაბიჯ-ნაბიჯ თავისუფლებად, რომელიც ილიამ შემდეგ სიტყვებში განუხატა ჩვენი თავი ჩვენად ვერ ვეყუდნესო, მითითქმის უკეთო, ხოლო შემდეგ უკვე მას მოჰყვა 1918 წელი დამოუკიდებლობა, ისევ მოჰყვა დამოუკიდებლობის დაკარგვა, ხოლო შემდეგ 91 წლის დამოუკიდებლობის აღდგენა ბევრი ჭირი მრავალჭირ ნახადია საქართველო, მაგრამ ერი ცოცხლობს საუკუნეების წიაღიდან გადმოსული და სწორედ ჩვენი მოსწავლეები შეძლებენ დაგანახოთ ის მნიშვნელოვანი თემები, რაც მე-19 საუკუნეს გაზრდებდა ილიამდე. დიდი მადლობა მომბრძანებისათვის და კიდევ ერთი რამ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წინასწარ და თქვენ ამაში დაახლოებით ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იშლომებს, ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს საბას და ბარბარეს და ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეს ლაზარეს. ეს პატარები ცალკე გამოვყავი, ეს არის უფროს კლასელთა ღონისძიება, რომელზეც სწორედ ამას ეხება. დარბაზ ვთხოვ ძალიან შვიდად და წყნარად ისმინოს ისინი, როდეს არის მოსასმენი. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ასევე ჩვენი სკოლის უცვლელ რეჟისორს ქალბატონ ლია ჭექოძესა და თია მაისაიას, რომლებმაც ძალიან ბევრი შრომა გასწიეს, რომ მოსწავლეებს დახვეწილად ესაუბრათ და პატარა სპექტაკლსაც შემოგთავაზებენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუსიკალურ გამოფენაში ქალბატონ ნათია კაცარავას, ჩვენს მხატვარს უცვლელს და ყოველთვის მუდმივად ჩვენს გვერდში მდგომ გიორგი სულაკაუს, რომლის ნახატსაც ხედავთ აი ეს აფიშა, რომელიც არის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის აისის ვიდო ესიავასა და ჯება ესიავას, ასევე მათ მოსწავლეებს, მშობლებს, რომლებიც ყოველთვის ერთობლივად არიან ჩართული ნებისმიერ ღონისძიებაში, ვინც არ გამორჩეს მეშინია. ძალიან დიდი მადლობა ასევე ჩემი სკოლის დირექციას, ქალბატონ ნინოს, ქალბატონ თამარს, მოადგილებს, ადმინისტრაციას, ქალბატონ სალომეს, ქალბატონ ვანდას, ბატონ თემურს და ყველა პედაგოგს, სკოლის ყველა პედაგოგს, რომელიც რაღაც პერიოდში იცით, რომ საჭირო არის დიდი საქმისთვის მეტი დრო და დაუშურებლად ცვლიდნენ იმ მასწავლებლებს, რომელიც მადლობა თანადგომისთვის ყველას ერთად. განსაკუთრებული მადლობა ქართული ენის კათედრას, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომელთა აი ასეთი უშურველი დაუზარელი შრომით იქნება წარმოქმნილი ის, ვთხოვთ რომ შეაფასოთ. მადლობა. მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტები. დღეს შევეცდებით თქვენ წინაშე გავაცოცხლოთ ჩვენი ისტორიული ცნობიერების მცირე ეპიზოდი. გაზაფხულის ამ მშვენიერ დღეს. გაზაფხულის, რომელიც გაგვახსენებს 31 მარტის იმ რეფერენდუმსაც, რომელიც გამოხატავდა
ქართველი ხალხის ურყევნებას თავისუფლებისა. გაზაფხულის, რომელსაც უკავშირდება 9 აპრილის სევდიანი განთიანი, თავისუფლების ძიებაში. გაზაფხულისა, რომელმაც ურყევად დაგვიდასტურა ქართული ენის შენარჩუნების მტკიცე აუცილებლობა 1978 წლის 14 აპრილს. გავიხსენოთ მე-19 საუკუნე, დაკარგული თავისუფლების დიდი კოდების მცირე ნაკადი ლიტერატურულ საუბრებში.
რომელიც გარსევანის შვილობითა და იმპერატრიცა ეკატერინეს ნათლობით იმპერიუმის ყავს გადაურჩა პროგრესულ იდეალებზე გამოსარევად. მან შეძლო ევროპული სულისკვეთების შერწყმა ქართული ლექტორებთან. ალექსანდრე ჭავჭავადისა და სალომე ორბელიანის სასახლის კარი ფართოდ გაიგო პოეზიისა და მუსიკისა. დრონი, ნაგები მტკვარად, წარიმტნენ გახდნენ სიზმრებრივ ჩქარად, მე იგივე ვარ, მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთასვლას, მე იგივე ვარ, მარად და მარად. ბატონებო, მოგესალმებით თავადი ჭავჭავადი, თუთქანესვითა და წინანდრისობით, ევროპული სულითა და ქართული სტუმართმოყვარეობით, ფორტეპიანოთი და ბილიარდით, მოგბრძანეთ ბატონებო, თქვათ ორიოდე სიყვარულზე და კარგულ ბედზე, უღონო რაყიფზე, ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა, ისმინეთ ჭირში პროფესია. ოჯახის ჩირის უარი იყო თავადი გრიგოლ ორბელიანი, რომელიც გრძნობდა, რომ ყველა გზა თავისუფლებისა დასამარდა და მხოლოდ წარსულის აჩრდილებთან ისმოდა უხული ლომისა. Რაღაც არჩენია ქართული ლექსები სიყვარულზე ვიმღერე წარსულის ლანდებს გამოვიდა გვინდო შევსვა ბატონებო და ეს სიტყვა გულისად ყავს კიდ მეძინოს მაინც სულში მისიხარ თვალს ავახებ ძერ წამწამზე მისიხარ ხმასავით ამ ერთგული შენი ვარ გინდამ კლავზე არას გეტყვი Ვალვისა შენი წელი მგონია აქ წელზე და სისარხელა მგონია ერთვალები საშიელვა მგონია ვარდის უთქვა შენი სუნთქვა მგონია დროს მეღისოს თქვა გეთაყვა ჩემი ხარ 10 გზა მაქვს 10-ვე შენკენ მოდის ფიქრები მაქვს წინ შენი სახე მოდის მინდა რამ თქვა შენი სახელი მოდის ჩემს გულში რამდენია რა მოდის მაინც მკითხე ანგელი ნახახარ ორთაჭანის ბაღში ვნახე ვინავარ დარდიმადის რხილში ვნახე
ჭვარში ნახე ვინა ვარ, აბა მუშტი კრეში ნახე ვინა ვარ. დიდ მეძინოს, აი სულში მიზიხარ, თვალს ავახე და წამწამს მიზიხარ.
მიღებული გვაქვს სიმღერები, გაუხელებ და დავწოცივართ. სალონებიდან ისმოდა ხმას ხვების, არსადან ყურად, გულად და შავებთან მებრძოლი ეზის და კარგული ხმა. 1850 წლის 14 იანვარში ლიტერატურულ სალონებში კვლავ უიმდებოდა დაუოკებელი სურვილი ქართული თეატრის შექმნას. თბილისის კლასიკური გიმნაზიის სააკტო დარბაზის სცენაზე დაიწყო გიორგი ერისთავის კომედია „გაბა“. მაშასე ბატონებოდა ქალბატონები, ისოვდე ძველ ქართველ ანდუხამებს, მის დარდიმან ძმას, პავლეს, მესამე ძმას, ქართულთა მწყარად ობივონის. ძმები დიდებული ძეები იყრებიან ბატონები. ჩვენი ჰაიასტანის ვაჭრებს ნიაზოვის სახელი. მაშა თავადების
ცხოვრება ბედმა როგორ გაჩხრიკა, ბაგრატიოს ეძებდა, ცოლად შეჩაახჩიკა. ორვაჭრობა გახშირდა, ისე როგორც სახადი. კინტოებო, გაშალეთ თქვენი ჭერიბა. აბა, მიდი საზანდადო! არ დაგეწვას. იმიტომ ისურამ კაცი. ახლა დროა სოლომონ რომა, მშვიდობა ნახო საქართველომა და საფარქვეში მხოლოდ რუსეთს. ამოიხადე ჩავის მარცხნივ. აზრახვა შენი მეფეო მაკვირვებს. ირაკლი მიწის რომე ქართველებს. ანადო მიაშნით მეგობრები. თუ აქ თვის ჩერქვეშ თავისუფლება. დიდი ხანია გვაქვს ჩვენი ერთობა. კიცე კავშირი სარწმუნოება. გასმინდა მიცემე მუდრეობა და მან მოსცეს ქართლის წესდღეობა.
სახელმწიფოსა სჯულის ერთობა არანას არ გეცოთ ეს თვისება. ერთა მათ შორის სხვადასხვა ოზი. უწინავს დღეკი და მელეონე, უცხოობაში რა სიამე, სადაცა ვერ ვისიკარებს სული და არც კუთხისო დაუბრუნებული. რახელს ხრის პატივს, ნაზი ბულბული, გალიაში დაყვევი. მაგრამ ამაო იყო ხოველი. დიდი ხანია გულსირაკლისა, გარდუწყვეტია ბედი ქართლის. დიდი ხანია გულსირაკლისა, გარდუწყვეტია ბედი ქართლისა. არ დაიგერებ მაიკო, სიცოცხლე მომძულებია ამდენი მარტოობა. შეწარმოიდგინე მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც დედაც აკრავს, მამაც, დებიც, მრავალი მონათესავები და მაინც კიდევ ვერ ვისპიკარებია. მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და მცირსობაში. ვერ ამჩნევდა მის თქმის, ამჩნევდა მის ამეზარებას. ვერ იგებდა მის უცნაურობას. ამჩნევდა დაკოჭრებულ თემს და უიმედო მდგომარეობას. ორბელიანის დათხოვება ვერ არის გაწეული. ვერ გაიგეს, ვერ შეამშა, სოფლიოში.
თვითონ ეგონათ ალბათ. მინაობდნენ, მიფერმდნენ, ოქროს ჩაჭვით მორკილდადებული დიდი ადამიანების ლიტერატურული სალონები. შორეულად ისმოდა იარაღი, აღარ თენდებოდა ამეყავდასე და დროის ეტლებს მიყავდათ წინარგის ვარდები. მე-19 საუკუნის 60-იანი წლების გარიშაში დგებოდა. იგი დღეით თანამუდარი ალზე, აიცვაფების ხან, ერთგუნია შეკასული წყლის. საქართველოს ილია ჭავჭავაძე უგუნდება. გადროს მოსცა, გადროს წერდა, მოქმედებისოა, ამობდა მგზავრი. უბრუნდებოდა ახალი გზით, მაშვალთან იმედა, ნაბერძის ცეცხლად უცეველა, მარათაშვილის გამოსვენსა, ერის გამოსახვიდელო, იქამდე, სანამ წიწამური დადგებოდა. ჩემო კარგო ხალხს, რაზე მოგიწყენია? აწყო თუ არა გწყავს მომავალი შენია, თუმცა ძველი დაგშა. ახალი ხომ შენია, მათ ახალთან გიდგინო, შენ დიდების დღეა. ჩემო თვალის სინათლე, რაზე მოგიწყენია? წვრილ-შვილი წამოგესწნე, ნაზარდი, ბუნტკიცები, მათი ზრუნვის საგანი, შენ ხარ და შენ იქნები. არ გიმკნებენ შენა, თუ კი მათ მლენდები, მათი ზღვაწმი შეგეკნის, სახებედით მტენია, ჩემო თვალის სინათლებას. მათი გული შენისა, ხობის ფართო ხუდეა. მათი გულთაფიცარი, შენი მტკიცე ზღუდეა, ვერ წამილწას მათქცნობა სიმუხტე სიმრუდეა. მათ თვის კერდის შეხოს, რომ ერთა სინათლენია. ჩემო კარგო ის არ დაუძგე. შტაბ-ეჭდილებასაც რომ არ სურდათ რომ დასრულებულიყო და მეც ასეთი იმედია თქვენს მოგეწონათ ის ამბავი რაც წარმოვადგინეთ აქ. ეს არის ამბავი დაკარგული თავისუფლებისა და შემდეგ ისევ დაბურდი და გაზიარებული თავისუფლებისა. მე ვფიქრობ რომ მომავალი ჩვენია, მომავალი ამ მოსწავლეების არის უამრავი სხვა ახალგაზრდისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და მე ვფიქრობ, რომ ისინი მართლაც ღირსეულად გააგრძელებენ წინაპართა გზას და არ დაიმეწყებენ იმას, რასაც ყრია
ჩვეულებისა შესაძლოა. გილოცავთ ჩემო თვითფასებო ყველას სასკოლო საზოგადოებას. გაზაფხულის დღესასწაულები ძალიან მალე. თბილსევდანარები 9 აპრილი. შემდეგ პირველი დღესასწაული და ძალიან ბევრი ღირსშესანიშნავი თარიღები, რომელიც უხვად არის ჩვენი ისტორიაში, ესაც არის. ყველას გილოცავთ, გაზაფხულს გილოცავთ, გამოსვლებას, სიცოცხლის განახლებას, მეცნიერებას და წარმატებას გისურვებთ. მადლობა ჩვენს სტუმრებს, რომ გამონახეს დრო. მუდმივი ჩვენი სტუმრები ქალბატონ გულიკოს ყველა ის ლამის პარტიის ჩვენი და ქალბატონ ლამის ასპეჩვიდმეტე სკოლის დირექტორი პირველად არის ეს სკოლაში და მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, აღფრთოვანებული დავრჩი და მადლობა პირველ რიგში ამ ულამაზეს ბავშვებს, რომ ესეთ გადასარევი ღონისძიება წარმოგვიდგინეს და მეც ჩემს გულში თქვენთან ერთად ვიმღეროდი და ვზეიმობდი. ჩვენ სკოლაში ჩვენ ერთად მუშაობთ უკვე რამდენი წელია. ქალბატონი თამარია 97 საჯარო სკოლის დირექტორი. მადლობა მოგზაურობთ. შესანიშნავი ღონისძიებები. ბავშვები მადლობა. თქვენთან ერთად ვღეროდი და ვცეყვალდი. დიდი მადლობა. წარმომადგენლები არიან, ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისათვის. მადლობა თქვენ დაბადებისთვის, მართლაც არაერთგვაროვანი ღონისძიება იყო და ვის ժամად მადლობა ბავშვებს და მასწავლებლებს და თქვენს ჩვენს ორგანიზატორებს ქალბატონ დია ჭეფხოძეს ჩვენი სკოლის ნებისმიერი მასწავლებლის, სწორედ ეს, აი ესეთი ერთსულოვნება არის დასაკვირვება ჩვენი სკოლის პედაგოგებისა, ჩვენი სკოლის მშობლებისა და დიდი მადლობა ვინც აქ ბრძანდებით მშობლებო და ვინც არა ეკათა ძალიან დიდი მადლობა და მადლობა ქალბატონო მაია რაიონის პროფკავშირების თავმჯდომარეს და ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიების ორგანიზატორს. დღესაც იმართება ძალიან საინტერესო და იცით ჩვენს მონაწილეობა ჩვენი ძალაუფლებული საკონტროლო აქცია, რომელიც მოხუცთა დახმარება ჩვენს რაიონში ცხოვრობდა მათი ცხოვრების. თუმცა მაინც გამონახალ და მაინც მოვიდა ჩვენთან და მადლობა თქვენ. შეიძლება ორიოდე სიტყვა და მადლობა თქვენი ბავშვებისთვის. ქალბატონო მაია, პირველ რიგში უგუნესი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ამ სკოლის დირექტორი ხართ, 10 წელი ამ რაიონში მოღვაწეობ და აი რაიკომის დილაში ვარ, ფიქრი შენი მოსვლის მღიდარია, ყველაფერი დაემსგავსა ყველაფერს, აი თქვენ ამ სიტყვით ერთობლივად. მადლობა თქვენ.
მშვიდობიან, ლამაზ, გაერთიანებულ ერთმანეთის მოსიყვარულე ხალხად და ლამაზ საქართველოში. და გილოცავ დღევანდელ დღეს. შორდება. მე როგორც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, არასოდეს ალყა მეღარის დარბავა. ხო, ერთით კიდევ ის რომ დღეს შეთავაზება აქვს ქალბატონო. ერთი დიდი ღონისძიება გვაქვს დღეს 5 საათზე 182 სკოლაში, ვიწვევთ მოხუც და პანსიონატ და მოხუცებს და დიდი მადლობა ამ სკოლას, რომ ასეთი მართლა ძალიან კარგი მონაწილეობა მიიღე და ქალბატონო მაია, რომ ცოდროდა აქედან ამდენი შემოწირულობა მოვიდა, სხვებს აღარ დავაბარებდი. იმდენი პროდუქტი და იმდენი სუბსტანცია შემოიტანე და მადლობა ბავშვებს, პედაგოგებს, მშობლებს. და ჩემი შემოთავაზება ასეთ ულამაზეს ღონისძიებას მე ადამიანებმა შეჩემით, მარტო სკოლის კედლებით ვერ შევედი.